მივესალმები ჩემს გამომწერებს სრულიად ქართულ საზოგადოებას და თავს ვალდებულად ვთვლიდი და ძალიან მიჭირდა რა ეს რამოდენიმე საათი რა რაც ეს ინტერვიუ ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტ ნოდარ მელაძესთან გედედეს ყოფილი თანამშრომელი რო დაირქვა ირაკლი შაიშმელაშვილი მაგასთან გაკეთდა სანამ აი ამ ვიდეო ბლოგთან მივიდოდი რა მოვემზადებოდი და დამჯდებოდი ძალიან მიჭირდა ეს დრო იმიტომ რომ ჩემ თვალწინ გაიარა აბსოლუტურად ყველაფერმა რაც ამ ეგრეთ წოდებული 20 წელიწად ნამსახურები ჯარისკაცის და უმაღლესი სამხედრო პირის თემას შეეხებოდა პირდაპირ პიროვნული თემით თუ არ დავიწყო გეტყვით რომ აშკარად იქნა გაკეთებული სახელმწიფო დონის ღალატი და ღალატი მოიცავს რას იცით? როდესაც სახელმწიფოებრივ ინფორმაციას შენ გააჟღერებ და მით უმეტეს მასობრივი საშუალებებით გადასცემ ამას ყველაფერს შენს მოწინააღმდეგეს ხო? რაც შენ სახელმწიფო მოგანდო და გაქიმის ვალდებულება შეინახო ფარულად ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული ბატონებო ამას მე არ ვლაპარაკობ ჩვეულებრივ რიგითი პირი რომელმაც არ იცის რას ლაპარაკობს მე ვარ თადარიგში მყოფი ოფიცერი ჩემზე იყო სახელმწიფოს მიერ მონდობილი საიდუმლო რომელიც იყო ნომერი 2 დაშვების მე ამ დაშვებას ვატარებდი და მე მსახურობდი საქართველოს შეერაღებული ძალების საავიაციო დანაყოფში ვაკვირდებოდი საჰაერო სივრცეს და იქ რაც ხდებოდა ეს იყო ჩემი და სახელმწიფოს უშუალო საქმე და სხვისი არავისი. ნოდარ მელაძის ეთერში ჩვენ უყურეთ გაბრაზებული ნაზირლის მე სხვა სიტყვები უბრალოდ არ მინდა გამოვიყენო აქ რა სანამდე არ ჩამოვაყალიბებ აზრს რაში მდგომარეობს ღალატის არსი რა აი ამ ქმედების. როდესაც სამხედრო პირი იქნება ეს პოლიციური ძალების დაქვემდებარებაში მყოფი პირი თუ ვინც არ უნდა იყოს ეს გამოდის და ამბობს ასეთ რაღაცას. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, სადაზვერვო საშუალებებზია თან ლაპარაკი, ეს არ არის რაღაცა შემთხვევითი საშუალებები, ვიღაცას ტელეფონით სურათი გადაუღო. ამბობს რომ ჩვენ გვაქვს იმის საშუალებები რომ მოწინააღმდეგეს დავაკვირდეთ ფართო მასშტაბით მაგრამ და მოგვიმზადა ეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გათვლები მაგრამ ქართულ ოცნებას არ აწყობს რუსეთზე დაკვირვება აი ეს უკვე არის ღალატი თან იცით რა არის აი ამ ყველაფრის მოტივად იმას რო ამბობ რომ პატრიოტი ხარ და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ახოცავ ხელს, როცა 20 წლის განმავლობაში შენ ზიხარ, ხელფასი იღებ 20 წლის თუ არა 12 წლის განმავლობაში, რაც ქართული ოცნება. და ამას ყველაფერს იტანა ლაპარაკობ მაშინ, როცა დაგჭირდა. ეს კიდე ამას შეფასებას ვერ მივცემ, იმიტომ იმ დონის ნაძირალა უნდა იყო და იმ დონის მიკერძოებული ტიპი, რომ სახელმწიფო საიდუმლოება მხოლოდ მაშინ გაამხილო, როდესაც შედეს გჭირდება რა. მაგრამ რა, იცი, მოდი ესეც უკან მოვიტოვოთ რა. ჩვენს ქვეყანას მოწინააღმდეგე მარტო რუსეთი არ აქვს. ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი გააჩნია როგორც აზერბაიჯანს, ისე თურქეთს, ისე სომხეთს. დემარკირებული საზღვრები თითქმის არსად არ არის თურქეთის გარდა, გესმით? და აბსოლუტურად ყველა ქვეყანას ჩვენ ვიზობენ ქვეყანას აქვს ჩვენზე ძლიერი სამხედრო პოტენციალი. და ესე იგი ფაქტიურად ამ ნაძირალამ პირდაპირ ეთერში მიაწოდა ინფორმაცია ღია წყაროებით, რომ საქართველოს ყავს ეს დანაყოფი, არის ეს ამერიკული ტექნიკა, არის გათვლა და პირადი შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებში კი არა მოწინააღმდეგის სიღრმეებში აწარმოოს ღრმა ვიდეო გამოსახულებით დაკვირვება და რო იცოდეთ ეს არის. აი ეს იყო ის რაც შაიშმელაშვილმა გააკეთა. მე არ მაქვს არანაირი ილუზია იმისი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ადგება და აღძრავს სისხლის სამართლის საქმეს სამხედრო საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ რას ეხება თემა, ქართულ ოცნებას იმის კაცობა და იმის ადამიანობა და იმის პატრიოტიზმი არ კმარა, რომ ვინმეს სამშობლოს ღალატისთვის მართლა წაუყენოს ბრალი. ახლა შეიძლება შაიშმელაშვილს, შეიძლება ვინმე გაწყენიოს, შეიძლება ვინმე გცემოს, შეიძლება ვინმე გაგლახოს, შეიძლება ვინმე შენი სიცოცხლეც კი მოსპოს ან შენი ოჯახის წევრების, მაგრამ როდესაც შენ სამშობლოს ეხება საქმე, როდესაც შენი სამშობლოს ინტერესი არის
როგორ შეიძლება ის საკუთარ თავზე ზევით დააყენო და ილაპარაკო ისეთი რაღაცა მტრის გულის გასახარად, რომ შენ მშრალად გამოჩნდ. ჯერ როგორ უნდა გამოჩნდე მშრალად, როცა 22 წელიწადის სისტემაში ხარ. მე ვინც პატიოსანი და ვაჟკაცი კაცი იყო ჯარიდან გამოდა იმ პოლიციიდან, თუმეტეს გამოყრილი მეგულება იქედან უკვე დიდი ხანია. ეს პატარა ბიჭებზე არ აქვს ლაპარაკი, იქ რო შემსრულებლებად მიიყვანეს. ეხლა რა არის, იცით, სანამდე სხვა დეტალიკაზე გადავიდოდე, თითოეულმა თქვენგანმა მინდა იცოდეს, რომ შაიშმელაშვილი არის სერიოზული დონის ნაძირალა. მე მას ვიცნობ პირადად, გესმით და ის არის ერთ-ერთი შემსრულებელი პირი ჩემი პოლიტიკური დების. მე ამ წუთას წარმოგიდგენთ თქვენ საბუთებს, მე აქ ხელსარიელი არ დავჯექი ამ ეთერში და ნელ-ნელა ვინც გაყვება ამ ეთერს მიხვდება რა ვისთანაც აქვს საქმე, მაგრამ ირაკლი შაიშმელაშვილი არ არის ქართველი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მე სხვა ერების მიმართ ზიზღი მაქვს, მაგრამ თქვენ რო იცოდეთ ღალატი ვისგან გაკეთა, უნდა იცოდეთ ღალატი ვისგან გაკეთა, მაგრამ ახლა ამას იმიტომ არ ვიტყვი, რომ ეს ღალატი რო გაკეთა, მისი ტომობრივი კუთვნილების ან მისი რასობრივი კუთვნილების მიმართ მაქვს პრეტენზია. არა, უბრალოდ ის ქართველი არ არის, ის არის ურია, მაგრამ ისეთი ურია არა და ისეთი ებრაელი, რომელიც ქართველებს 26 საუკუნე ყვავდა შეფარებული და ძბებივით ჭამდით პურს არა. ისეთი ებრაელი არა, ესა იუდას ჯიშის ურია და ამ იუდას ჯიშის ურიამ ეგრეთ წოდებულ ნოდარ მელაძის გადაცემაში სერიოზული დარტყმა მიაყენა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. არავის არ იგონოს რა, მე აქედან რომ კორუმპირებულ ანდრია ჯაღმაიძეს ვიცავ, ან იმ ციანიდის საპატრიარქოს ვიცავ, რომელიც იქ ჩაბუდებულები ჭამენ ფულს და ამამაძახლებენ სიტუაციას და ეკლესიები გადააქციეს ხურჯინებად. არა, უბრალოდ არსებობს საქართველოში ანდრია ჯაღმაიძეზე მაღლა, ციანიდის კლანზე მაღლა და საპატრიარქოში გარკვეულ ნაძირლებზე მაღლა მყოფი იდეალი, ეს არის ქართული სარწმუნოება, გესმით? დგას ამ ეთერში და იძახის რას, იცით? ანდრია ჯაღმაიძეო აწარმოებდაო ძალადობრივი ჯგუფის მიდევნებასო და ეს ყველაფერიო შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცოდა და ინსტრუქცირებული ვიყავითო და რადგან ეს ასე იყო, ჩვენი ჩართვაო ამიტომ არ მოხდაო იმ კონკრეტულ ამბავში, გესმით? აი ხა, ყველამ იცის, რომ ანდრია ჯაღმაიძეს მივიჩნევ დაუძინებელ მტრად. მაგრამ გამოხვიდე, თუნდაც მტერი იყოს რა ნებისმიერ ბრძოლაში შეიძლება დააბრალოს სიცრუე, ჯერ ადონის არაკაცი უნდა იყო. და მეორე ჩემი მხრიდან მე არ მეპატიება ამას, რომ პროფესიონალური თვალით არ შევხედო, გესმით? ეს იყო ჩვეულებრივი იუდას წიხლი ქრისტეს მიმართ, ოღონდ 21 საუკუნის შემდეგ რა. ამან ანდრია ჯაღმაიძეს კი არ დაარტყა. ამან დაარტყა ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ამ იუდამ. დაიწყებენ ეხლა ზოგი კახელია ის არის, კახელი კი არა ჩვეულებრივი იუდა, ამის დედა შევეცი. და ამის მტკიცებულებების გამოჩნია, იმას ამ კაცს არ აქვს მართლმადიდებლური რელიგია. ეს არ არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. ეს არის იუდაიზმის მიმდევარი და ღმერთმა, მე ბევრი მეგობარი მყავს ებრაელი, ღმერთმა გაუმარჯვოთ, ვინაცვალე ჯიგარში და სულში, მაგრამ აბა წაეთხრიოს იქ ისრაელში ეს დაბიჭვარი შაიშმელაშვილი და გააკეთოს ისეთი ღალატი ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, როგორც გააკეთა საქართველოს სახელმწიფოს მიმართ უშინ და გააკეთოს ისეთი ღალატი, როგორც ქართული ჯარის მიმართ გააკეთა და სად აღმოჩნდება და სად ამოყობს თავს, მაგას დავინახავთ ყველა. აი ესეთი რაღაცა მინდა ვთქვა. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში სხვადასხვა ჯიშის და რასის ადამიანები არიან, მაგრამ გაცილებით მეტი პატრიოტები ვიდრე ქართველებმა. ეს ნაბოზვარი კონკრეტულ შემთხვევაში ქართველი არ არის, რო იცოდეთ რა. ეხლა მე დეტალურად გავუყვები იმ ფაქტს, ეს იყო ჩვეულებრივ გამოიყენეს პაიკად, იმიტომ ივანიშვილი აქამდე დასანქცირებულია, პირდაპირ მინდა გითხრათ, მაგას არაფერი არ ეშველებოდა. ეხლა ისეთი თემა იყო ეს შაიშმელაშვილის თემის აწევა, ივანიშვილი რო დაასანქცირაო, მაგის გამო ვინმე თქვა სწყვილია, არ ქონდა ამ ტიპს იმხელა შემავლობა, რომ ივანიშვილზე კომპრომატები ქონოდა. ეს დასვეს მელაძის შოუში ალაპარაკეს ყველაფერი რაც უნდოდა იმ ნაძირალას. ისე ერთი რაღაცა კი მინდა ვთქვა, რაც მე გამიკეთა და რაც იმ ბიჭებს გაუკეთა, იმ ვაჟკაცებს, ვინც არიან პოლიტიკურ დევნაში, დღეს აგერ ჩემი თანამებრძოლი არის ლევან კობაიძე, ის პოლიტიკურ დევნილად aqავს საფრანგეთის ხელისუფლებას აღიარებული, ესეც მაგის ჩადენილი არის, რო იცოდეთ თქვენ და ირაკლი შაიშმელაშვილი არის ჩვეულებრივი ჯგუფის წევრი თინა ხიდაშელის, არის ანა დოლიძის, არის გიორგი მოლოდინის და ესენი ერთი ადამიანისა სისტემა კრიმინალური
და მოღალატეობრივი, რომელიც საქართველოს წიხლებში უყრის ხუნდებს ხალხო. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი. ეხლა რა არის ცით? ნოდარ მელაძის ქებები, ისინი, ეს არაა პირველი ამბავი. მე კიდე ერთხელ მოვუწოდებ აქედან საპატრიარქოს, მაგრამ არა ზიზღით, არა კრიტიკით, არამედ სიყვარულით გეუბნებით ძმებო რა. მიუხედავად იმისა, შეიძლება გარკვეული ადამიანების მიმართ სხვა ეს გქონდეს. მე როდესაც ვიძახოდი, რომ შეერაღებულ ძალებში შაიშმელაშვილი, ხიდაშელი, ანადოლიძე და ეს დაჯგუფება მეჩეთების გახსნის პროცესს ეწევიან. ხდება ჯარისკაცების რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება, ის სასარწმუნოებისა, ეს სასარწმუნოებისა. პირადად აი ეს შაიშმელაშვილი ეწეოდა იმ ტელეფონოგრამების შესრულებას და სხვა სარწმუნოების ოთახების მოწყობას ყაზარმებში, რომელსაც ხიდაშელი ტელეფონოგრამების სახით აგზავნიდა ქვედანაყოფებში და შეიშმელაშვილი იყო ის პიროვნება, რომელიც ებრძოდა ქართულ ეკლესიას ნებისმიერ დონეზე, გინდა ეს იქნებოდა სამხედრო ბაზებზე, გინდა ახლა იყო ტელევიზიით და ასე შემდეგ. ასე რომ ამ კაცისგან იმის мотиваცია, რომ თურმე ჩვენ რუსეთში მივდივართ და რუსეთი ჩვენ ავტოკეფალიას გვართმევდა, ესა სისულელე. წავიდეს მაგან და ისრაელში თავის სარწმუნოებას მიხედოს, იქ თუ გააჩერებენ. ახლა რა შეიძლება იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკვე რომელია უკვე всё 29 დაღამდა საქართველოში 3 საათი წინ არიან, მე საფრანგეთში ვცხოვრობ, აგერ გეუბნებით, რომ ინაგურაცია ჩატარებულია, მოწონთ, არ მოწონთ, ეგ ლეგიტიმური პრეზიდენტი აღარ არის უკვე, მაგრამ აი რა გააკეთა, გესმით? უკანასკნელი ღალატი ამ ქალმა გააკეთა ის, რომ აი ეს ნაძირალა ირაკლი შაიშმელაშვილი, კრიმინალი, სამხედრო საიდუმლოს გამცემი. მე რა მომცა ამერიკელებმა, მე რა ვიყიდე ისრაელისგან, თუ ასე შემდეგ, ეს რატო უნდა იცოდეს ნებისმიერმა სხვა, მაგრამ გისვამთ შეკითხვას, ხო? ეს ინფორმაცია ხო გააზიარა და გაავრცელა საჯაროდ ნოდარ მელაძის ტელეეკრანით. შეხედა ახლა რა ხდება ამ ნაძირალა ნაბიჯვარს რა, მართლა დედაარღნიან ურიას. 2016 წლიდან ვამხელ. 2016 წლიდან რაც დავტოვე შეიარაღებული ძალები. დავტოვე რატო იცით? ეს ნაბიჯვარი იყო ერთ-ერთი დამფარველი სამხედრო ბაზაზე ბავშვების წამების ფაქტის. მე ამას შევეწირე როგორც ოფიცერი. მე იმიტომ რომ მე არ შემეძლო, აი კიდე მოყვები ამას. აი ხარ ოლაპარაკოს ჩემ შვილებს ემუქრებოდნენ სიკვდილით და მკვლელობით და მე ხელი გამარტყეს და რაღაცა ახლა რომ ყლეპროჭაობს რაღაცა ნოდარ მეტრაკის ეთერით ეს ბჭყალებში ნამდვილი ქართველი ურია. ესე არ იყო რა, იმ ბაზაზე, ესაა მოსკოვის პროსპექტზე თბილისში, ესაა შეერაღებისა და ტექნიკის ბაზა, სადაც ეს ბავშვები შეტყუებით გადაიყვანეს, ქველაძე იყო ესეთი ოცეულის მეთაური, რომელიც საყარაულო განწეში იყო უფროსი და ამ ბავშვებს უთხრა რომ ჩასვამდა ტანკებში და გართობის მიზნით ეს ბავშვები გადაიყვანა, იქ მოატყუა და ესე დაენით აღმოწერელი მეთოდით აწამა რა. აწამა როგორ აწამა, იცი? შარვალი ჩახადა იქ დენის ღუმელზე დასვა და დენის კამის იმიტაციას უკეთებდა შეშის ღუმელიდან ის გამოიღო ნახშირი და სხეულებზე უსვამდა. ამ ყველაფერს მე შეესწრო ლევან ყობაიძე, იმენ გააშვებია. ჭაში ახრჩობდა თავით ამ ბავშვებს და მთელი უბედურება იყო, გესმით? ეს ამბავი რო გავიგე, კაცო, ერთი ამბავი ავტეხე მეთაურთან შემოვიდა ეს ნაბიჭვარი შაიშმელაშვილი, ფაქტის დამალვა უნდოდათ. მე იმ კაცის გვერდზე ვერ დავდგებოდი ჯარში, რომელიც მზად არის, რომ აი პატარა ბავშვებს ესეთი რაღაცა გაუკეთოს. და ამას მოყვა ჩემი დევნა, თუ არ გაჩერდები, დედას გიტირებ, სამსახურს დატოვებ და 3 საყვედური ხალხო გამომიცხადეს 2 დღეში. აი ესეთი რაღაცა წარმოუდგენელია რა. და ამ 2 დღეში ერთი მადლობა მივიღე, ქურდი დავიჭირე მეთაურის ნათესავი, რომელიც ბაზაზე შემოვიდა და იძულებული გახდნენ მადლობა მოეცათ და მე ისევ საყვედური გამომიცხადეს. რაც დამითხოვე შეერაღებული ძალებიდან ვამხელ ამათ სისტემას. და ვამხელ როგორ იცი? აი ხა სალომე ზურაბიშვილმა რომელმაც გააცილა რა ერთმა მოღალატე, მეორე მოღალატე ამერიკაში, არავინ არ თქვას, რომ ეგ ფაქტი არ იცოდა, აი ხა რასაც ვამბობ, იმიტომ რომ აგერ ჩემო კარგებო, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული ამ თემებთან დაკავშირებით. მე ახლა განახებ თქვენ სრულ დოკუმენტაციას. მე პირადად შევხვდი სალომე ზურაბიშვილს რა. ეს იყო გაერთიანებული შეხვედრა, იქ არ ვიყავი რა, ერთი კაცი ჩუმად არ შევპარულ ვარ. აი განახებთ სურათს. ალბათ ხვდებით. ეს დედაკაცი სალომე ზურაბიშვილი, აი აქ მე ვარ. ეს არის გადაღებული სამახსოვრო ფოტო. ამ სამახსოვრო ფოტოზე ჩემო კარგებო,
აი დააკვირდით კარგად. დააკვირდით, რომ მე არ თქვას, რომ საკუთარი თავი ვერ იცნო თავარ სარდალმა. შეხედეთ ამ ფოტოს, ხო უყურებთ ამ ფოტოს. აი ამ ფოტოზე გენაცვალე ხდებოდა ის, რომ აი ამ შეხვედრაზე პირადად მოუყევი ათეულობით ადამიანის წინ, მარტო დაღურული შეხვედრა იყოს. როგორ აწამეს ბავშვების სამხედრო ბაზაზე. 1000-ჯერ დავასახელე შაიშმელაშვილის გვარი. რეაგირება როგორი? მწამებელი ბავშვების თან დამფარველი ამ ყველაფრის და თანამონაწილე რა. თავისი ხელით გააცილა უცხო ქვეყანაში, რომ პასუხისმგებლობას არიდებოდა. არავინ არ თქვას, რომ ამაზე სისხლის სამართლის საქმე არ მიდიოდა. ამაზე მიდიოდა ძალიან მძიმე სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურამ ეს საქმე ერთხელ დახურა, შემდეგ რა ხდება, იცით? არა გვაქვს ფაქტები ომე მითხეს და დახურა. მე რა ხდება, იცით? ავდექი მოვიძიე მტკიცებულებები, ნახე ეს ბავშვები, ჩავწერებ მათთან ვიდეო და სახალხო დამცველი და რა ვიცი, ვინ არ ავაწერელი და აიღეძრა მეორე საქმე და რა გააკეთეს, მისცეს გრიფით საიდუმლო. რო არავის ამ სისხლის სამართლის საქმეში არ ჩაეხედა, რო შაიშმელაშვილი კაი ბიჭად დარჩენილიყო, რო დავიწყე საჯარო გამოსვლები, შეხედეთ როგორი საჯარო გამოსვლები დავიწყე, ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა. შეხედეთ ვიღაცა მარტყავს, რომ აი ეს გაზეთი ვინმეს არ ახსოვს, ეს ერთი გაზეთი. არა, ეს ქართული ოცნება არის კრიმინალთა დაჯგუფება რა, სერიოზული კრიმინალები არიან. აი ეს შეხედეთ, აი ეს მეორე გაზეთი. ესენი ყველაფერი შაიშმელაშვილის, მისი მეთაურის, იმ დაჯგუფების, ამ ბაზაზე იკარგებოდა საბრძოლო მასალები, რომლებიც მერე ტყვიები ტერორისტების ხელში ხვდებოდა. აი ეს გაზეთები, შეხედეთ, აი ეს ნომრები. ყველა ეს ნომრები შეხედეთ კიდე მე არ გავჩერდები, მე ყველა ნომერს ვანახებ. ახლა უბრალოდ მე სტატიების წაკითხვას არ გავაპირებ. შეხედეთ, აი ამით ინფორმირდებოდა ხელისუფლება ნებისმიერ ხელისუფლების ორგანოს, ძალოვანს, პროკურატურა იქნება, თავდაცვის სამინისტრო იქნება თუ ყავს პრესსამსახური, უნდა ეცნობოდეს პრესას. იქ ამოღებული სტატია არის საფუძველი სისხლის სამართლის საქმის აღძრის. ვინ აღძრავდა საქმეს? აი ნახე, შეიარაღებული ძალებიდან გამოუშვეს კაცმა, რომელმაც წამებით ბავშვები დამალა და იარაღი ტყვიაწამალი გაატანია ვიღაცას და გააყიდია და ეს ტყვიაწამალი მერე ბერისალოსის ქუჩაზე ტერორისტების ხელში აღმოჩნდა და იქ საცოდავი ბიჭი მოკლეს, ის სპეცრაზმელი. აგერ შეხედეთ, აქ ყველაფერი კარგად იცოდა ამ ხელისუფლებამ, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. მე ყველა ნომერს ვანახებ, ეს არის სახელმწიფო დონის დანაშაული და თავდაცვის სამინისტროდან უკვე ეს ნაბიჯო არის შაიშმელაშვილი. აი შეხედეთ ამ გაზეთების ნომრებს. აი ახლა ხო ამას აპაუზებს ყველაფერს უშიშროება და ყველაფერს კითხულობს ამას აბსოლუტურად. აი შეხედეთ ეს ნაზირალა იზორია დღეს გერმანიაში რო უზის, აი ეს იყო მაგის პირველი მფარველი, რომელიც გომელაურის შვილსაც იმალავს დღეს. გადააცილეს თავდაცვის სამინისტროდან შინაგან საქმეთა სამინისტროში. აი შეხედეთ ჯერ კიდე საიდან ვამხელდი ამათ სისტემას და ამ რელიგიური თემების და ჯარის გარყვნას შეერაღებულ ძალებში. ეს არ არის ჩვეულებრივი მოვლენა. ეს ძალიან მტკივნეული მოვლენაა. მე უბრალოდ ყველა გაზეთი ვერც კი წამოვიღე საქართველოდან, მხოლოდ საქაურები, მხოლოდ ჩემი სტატიები და ამათ გეგმიურ დონეზე ვამხედი, ეს არის რაღაც ჩვეულებრივი შემთხვევა. არ მინდა ამით თავი მოგაბეზროთ, მაგრამ ის რომ ხელისუფლებამ თქვას, რომ მე არაფერი არ ვიცოდი, არა. ყველაფერი კარგად იცოდა, პლუს ამას არაფერს არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ინტერნეტით, ტელევიზიით, ტელეგადაცემებით ცალკე მიეწოდებოდა ხელისუფლებას ინფორმაცია. ხელისუფლებას სჭირდებოდა ისეთი გარყვნილი ტიპი, როგორიც იყო ირაკლი შეიშვენაშვილი. სჭირდებოდა, იმიტომ ეს იყო ძალიან კარგი შემსრულებელი, ის არანაირ დაგეგმვას არ ემსახურებოდა. ახლა რო იძახიან შარლატანია, ასეთი, ისეთი, არანაირი შარლატანი რა. ისეთივე შარლატანი არის ირაკლი კობახიძე, როგორიც არის ჩიჩილაკა, ისე როგორიც თქვა იმაზე ირაკლი შაიშმელაშვილს. სამაგეროდ ნაცვლად იმისა ამას ყველაფერს მოჰყოლოდა სერიოზული ამბები, არა, ესენი განა არ მისმენდნენ, არის ფიქრო თქვენ არ მისმენდნენ. აი შეხედეთ ბატონებო, ეს არის პრეზიდენტთან შეხვედრა და აი ამ ქალბატონს დააგვირდით, ჩემ გვერდზე როზის მაია ნიკოლეიშვილი, როდესაც თავდასხმა მომიწყო ხელისუფლებამ, აი ეს ქალბატონი
აი თავდასხმის დროს ჩასაფრებულ ჯგუფში იყო მოსული და 2 წუთში უკვე თავს რომ დამესხდნენ თავისი ადვოკატი, თავისი პოსტივის ჟურნალის გადამღებით და ყველაფრით ადგილზე იყვნენ მობილიზირებული. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე უკვე გვერდზე მიჯდა. რა ვქნა? აი ეს ისე კი არ შემიხვდნენ ნოდარ მელაძის გადაცემაში რომ იყო რომ ჩხუბი მოგვივიდა და რაღაცა და რამეშველება. ნახევარი თვალი ამომთხარეს. არ ვიცი ახლა ჩანს თუ არ ჩანს ამ ემაზე რა ქვია პუბლიკაციაზე, მაგრამ აი ასე თავში უკან კასტეტი დამარტყეს და ეს როგორ იცი ნავარჯიშებ დაღლილ ადამიანს, რომელსაც მომყვებოდნენ კუდიში მომყვებოდნენ, ყველაფერი იცოდნენ აბსოლუტურად. ხო, აი ესეთი დამთხოვები ხდებოდა. რაც შეეხება ჩემი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას, არავინ არ თქვას რომ მე არ მიბრძოლია იქ აღდგენისთვის, აგერ არის ჩემი სარჩელი სასამართლოში, მაგრამ მოგეხსენება თქვენ მურუსიძის სასამართლოში, სანამ იქ მივედი, მანამდე მეორედ რო მისულიყავი, ალბათ კუბოთი მიმიტანდნენ იქ, იმიტომ რომ ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. იცით რა არის? აი არ ვიცი რა გეკრათ რა, საიდან დავიწყო და სად დავამთავრო ეს ყველაფერი არ ვიცი. არ მინდა რომ პირადულში გადავიტანო, მაგრამ უბრალოდ ეს ტყავი რომელსაც ყველაფერი გავიარე და ამას ძალიან მარტივად ვერ მოყვებით, იცით? ეს შეიშმელაშვილი დაკავებული იყო ჯერ სამხედრო ამუნიცია მომპარა ბაზაზე რა, რომელიც უნდა ჩამებარებია. მე გულახდილად გეტყვით არ მეცოდება, იმიტომ რომ მტერი არ შეიძლება გეცოდებოდეს. ესაა დანაშაული შენი ერის და შენი სამშობლოს წინაშე. შეხედეთ აგერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას. ეს არის აღძრული, ორჯერ დამეხვდა გზაში. რაც პოლიციაში მუშაობდა, თვითონ მისი იარაღით პირადად არაფერს არ ვამბობ იმაზე, რომ ლევან კობაიძეს თვითონ როგორც შტაბის უფროსი საგამოძიებო მერხზე დაუჯდა იქ და რა უფლები დაკეთებდა ამას, მაგრამ აკეთებდა, ამას ჩადიოდა, იმის სისხლის სამართლის დამნაშავე იყო და ხელისუფლებიდან წვენი ჰქონდა აანთებული, როგორ ეხლა რო აგინებს ხელისუფლებას, არ იცის რაზე არიან წამსვლელი, იმაზე არიან წამსვლელი, რაზეც თვითონ იყო წამსვლელი. ორჯერ დამიხვდა ქუჩაში, გესმით? მე ძალიან შევიკავე თავი, ერთხელ ისიც ვარჯიშის დროს, ეს დამოღავებული ჰქონდათ ეთყობა, როდის გავდიოდი და როდის შემოვდიოდი სახლიდან და თამის თანამეგობრებთან ერთად და ორივეჯერ მანახა იარაღი. ახლა მე ის კაცი არა ვარ, რომელსაც სიკვდილის ეშინია, მაგრამ უაზროდ ტყვეთ მე არავის არ ჩავბარდები რა, არ ჩავბარდები ტყვეთ არავის და კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი აგერ რა, ბოდიში ხით ყველას ეს სურათი უნდა განახოთ ისევ რა. ვიღაცა აი დედამოწყნულებს, რომლებმაც აი ეს ჩაიდინეს რა, მე არ დაუჯდები, გამიგე? და ბოდიშს არ მოუხდი, იმიტომ რომ ცოცხალი გადაურჩი. ცოცხალი რატო გადაურჩი, იცი? ჩემმა მტრებმა რო არ გაიხაროს რა და ტაქტიკურ უკან დახევას მე წაგებას არ უძახი. წაგება რა არის, იცი? როდესაც შენი ქვეყნიდან გაგაპარებენ. მე ჩემი ქვეყნიდან არავის არ გაუპარები ვარ, მე ავდიქი და წამოვედი რა. ეს არის ის განცხადება, რაც ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ იყო დაწერილი შინაგან საქმეთა სამინისტროში. მე ყველაფერს ვაძლევდი სამოქალაქო რეაქციას, რაც შემიძლია. მე ხო ახლა ტყვიას ხო არ ვესროდი ამ დედამოწყნულს, ისე კი უნდა მესროლა. ვიტო, აი, რა იყო, იცით? სამხედრო ბაზაზე როგორც გაიგეს, რომ მე არ ვჩერდებოდი ამ ბავშვების წამების საკითხზე, პირველი რა გააკეთეს, იცით? პირველი იარაღი, ჩემი იარაღი, საიარაღოში სხვა ბოქლომით დაკეტეს, რომ შემთხვევით არ ამეღო ხელში. იმიტომ რომ მე გამოვაცხადე, რომ მე აი ამ ნაბოზრებთან სამწყობრო მოედანზე არ დავდგები და სამხედრო თემას არ მივიღებ. იქნება ეს პატაკირება და ასე და სამხედრო სალამი თუ ასე და ისე. იმიტომ რომ მე ამათ არ ვცნობ ადამიანებთან, რომლებიც ბავშვებს ასე გაუსწორდებიან, მე იმათთან უნდა ვიდგე და სამხედრო ღირსების მქონე ელემენტები ვატარო. აი ეს მეორე შემთხვევა, ჩემო კარგებო, როგორ გვემუქრებოდნენ, ზუსტად მაგ შეიშმელაშვილი როგორ აკეთებდა. მუხლებია პირდაპირ მითითებული რამდენი ერთი ვანახო რა. აი ეს კიდე პროკურატურის წერილები ბავშვების თემებზე და პოლიციის კიდე ერთად დაკრულები რამდენია, რა ვიცი. ახლა რა უნდა გითხრათ, რა უნდა გელაპარაკოთ, აი საბოლოო ჯამში ერთ რამეზე ვეუბნებოდი იმას რა ქვია შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ გააკეთეთ რეაგირება, გამოუშვით ეს ნაზირალა გარეთ, დამნაშავეა, კრიმინალია. იცით რა მხელა არის ეს ჯამში მოცემული ეს დოკუმენტები? აი, შეხედეთ, ოდიშ გიხდეთ, მთელი მასალები. აი, შეხედეთ რა მხელა მასალები არის ესენი? აი, შეხედეთ რა მხელა მასალებია ესენი? ამას რა მოყვა, იცით? საფრანგეთში რო წამოვედი და პოლიტიკური დემილი გავხდი, გამივრცელეს დეზინფორმაცია.
ესენი იბრძოდნენ ყველა მეთოდით. ამას სხვა არ აკეთებდა რა. რა მნიშვნელობა აქვს შენ ნიღაბში გადაცმული ტიპი დაგარტყამს იმაზე მიტინგზე თუ საინფორმაციო ომს დაგიწყებს ვიღაცა. ნახეთ როგორი ინფორმაცია გაავრცელებს, რომ თითქოს ვიყავი პედოფილი და დაჭერილი ვიყავი პარიზში პედოფილიის ბრალდებით. და ამას კიდე იცით რა მოყვა? ამას ჩვეულებრივი ამბავი არ მოყოლია. ამას მოყვა ის, რომ მისმა თანამეინახემ ვინმე გიორგი მოლოდინმა, მე არ ვიცი, პროსტო ამათი ყველაფერი მაგ აბსოლუტურად აქვს სურათებიდან დაწყებული ყველაფერი შენახული, გაავრცელა ინფორმაცია, აი შეხედეთ, როგორი ინფორმაცია გაავრცელა, ეს ინფორმაცია არის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც არის ჯარისკაცის პირადი მონაცემები, ნამსახურეობა, მისი მოსწრებები ყველაფერი რა ერთი სიტყვით რა დადო პირდაპირ ასე ინტერნეტში. ახლა თქვენ რამე გიქვირთ ამ ყველაფრის მერე? ახლა თქვენ რამე გიქვირთ ამ ყველაფრის მერე, რომ აი ეს კრიმინალი ის ხო წავიდა ამერიკაში, ეს ნაბოზვარი საქართველოშია დარჩენილი რა და აქედან ებრძვის ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს. არც მიუხედავად იმისა, ჩემმა ადვოკატმა მიმართა პროკურატურას მოითხოვა ამ თემაზე გამოძიების ჩატარება, არავინ ამაზე რეაგირება არ გააკეთა ხალხო. არავინ, აი, რამდენი გაზეთი განახეთ, რამდენი ტელეგამოსვლა აქვს, რა თითქმის ყოველდღე ინტერნეტში ვზივარ, ხო? ბჭო, რა მიტო არის, მე ვიღაცას გული წდება, რატო იგინები? აი, ამიტომ იგინები რა. მაგას მე თქვენ ვერ აგესნით. პირადად რა პრობლემები განვიცადე, რატკი მამა გარდამეცვალა. გასვენებაში და პანაშვიძე ვერ მივედი, საფლავზე ვერ მივდივარ. და რამხელა ტკივილებს განვიცდი, როგორც ადამიანი ცალკე. და რამხელა ტვირთი მაქვს, ეგ სახელმწიფოებრივად აღებული, რომ სხვანაირად არ შემეძლო. იმიტომ რომ მე ნამდვილი ოფიცრების გაზრდილი ვარ. და ისეთი ნაბოზრების კი არა, რომლებიც საკუთარი პირადი მერკანტილური ინტერესებისთვის სამშობლოს ყიდიან ნოდარ მეტრაკის გადაცემაში. არა, ისეთის არა. და ზოგს უკვე საკ რაღაცეები გააყალბე, შენადექი და სიყალბით მიიღე, ისა რა ქვია, შენი ეგრეთ წოდებული სტატუსი. აი შეხედეთ, თქვენ დედამოწმულებო, თქვენ სკეპტიკოსები არ ახართ. თქვენ ნაბოზრებო. შეხედეთ, აი ეს დოკუმენტები ყველა ნათარგმნი არის ფრანგულ ენაზე. ფრანგულ ენაზე და წარდგენილი იქნა საჭირო მიმართულებით. რატო არ ჩამოვიდა შაიშმელაშვილი საფრანგეთში? რატო არ მოითხოვა აქ პოლიტიკური თავშესაფარი? თუ მაგარი ბიჭი იყო. ეგერ არ იყო საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი ვერ გაუკეთებდა საქმეს? აქ არის სახელმწიფო. აქ ყველამ კარგად იცის, რომ ბავშვების მწამებელს, ტერორისტებისთვის ტყვია წამლის მიმწოდებელს, პოლიტიკური დევნის გამხორციელებელს არავინ სერიოზულად არ განიხილავს. აი ეს მასალები, რომლებიც შეგროვებულია მათ მიერ ტოტალური კრიმინალის, აი შეხედეთ, ეს მესამე ფაილა. რამხელა და კიდე 5 ასეთი აგერბიდებს. ეგერ ერთ კონკრეტულ ადგილზე. გადაეცემა ყველაფერი ამერიკის ახლანდელ ადმინისტრაციას, რომ გაკეთდეს ამ ნაძირალა ირაკლი შეიშმელაშვილის დეპორტაცია საქართველოში. მისი დეპორტაცია საქართველოში უნდა გაკეთდეს. იმ რეჟიმთან, რომელი რეჟიმის კუთვნილებაც არის. ყოველ შემთხვევაში მე ვერაფერს ვერ უბრძანებ აქედან, მაგრამ მე ინფორმირებას გავაკეთებ. და ამერიკაში არიან ადამიანები, რომლებიც ამითი უკვე დაინტერესებულები არიან და ნაწილი ამ დოკუმენტების მივაწოდე და ნაწილს მივაწვდი. ირაკლი შეიშმელაშვილი არის უბრალოდ ფიგურა, მე ახლა რაც შეეხება მის შვილებს და ოჯახს რა. ერთი შემეკითხეთ აქ რა, ქართველი ემიგრანტების შვილებს და ოჯახს რისი გავლა უწევს და რამხელა წამება უწევს და სად უწევს ძილი. იმ ბავშვებს არაფერს არ ვერჩი, ის ბავშვები უკვე დასჯილები არიან, რომ ესეთი მამა ყავთ. ძალიან რთულია იყო ეტყობა მოღალატის შვილი. ძალიან რთული. მე დისიდენტი შვილი ვარ. მამა ჩემი იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი, მაგრამ კგბ რომ მიადგა და მოთხოვა ან შენი მეგობრები გაყიდეო, ანუ შენ ეროვნულ ლიტერატურას ავრცელებო და ესო ანტისაბჭოთა ლიტერატურაა და ამის გულისთვის ციხე გიქნებაო. მამა ჩემა რა თქვა იცი? თქვენ ადგილი შეგეშალათო რა. ინვალიდი ხარო. მე ფეხით ვარ ინვალიდი, გონებით და გულით კი არა, და დაჯდა იქ ციხეში, მაგრამ სანამ ზვიად გამსახურდია არ გამოუშვა. მე არ ვიცი ეს ვისი შვილია, მაგრამ ნაბიჭური შვილი როა ეთყობა რა.
და თუთა შხიასი არ იყოს იმ ბავშვებს რაც შეეხება თუდაც აღა ჯონჯოლია ღორიშვილსო საკუთარი ხუთი შვილის გაზდაო რითი იქნებაო შვილიო მამაზე უკეთესი აი ეგეთი შემთხვევა არის რა მე ვერაფერს ვერ გეტყვით მე ვერაფერს ოღონ მართლა ვერაფერს ვერ გეტყვით საქართველოს ხელისუფლების სრული ნიჰილიზმი სრული ღალატი მე მაძლევს იმის განცდას რომ ჩვენი ქვეყანა უახლოეს მომავალში დაკარგავს საერთოდ სახელმწიფოებრიობას ჩვენ რასაც ახლა უყურებთ ხო ეს არის ძალიან დიდი გათამაშება იმისთვის რომ ჩვენმა ერმა არსებობა შეწყვიტოს არადა ამის ღირსი არა ვართ არადა ჩვენ ამას არ ვიმსახურებთ ჩვენ გქონდა ისტორიულად და ეროვნულად ამაზე დიდი ტკივილები და პრობლემები მაგრამ ჩვენ ეს გადაგვიტანია რატო იცი თუნდაც იმ სარწმუნოებაში აღმოჩნდებოდნენ ბერითევდურესნაირი სასულიერო პირები თუნდაც იმ ერისკაცობაში აღმოჩნდებოდნენ ისეთი თავგანწირულები როგორიც შეეწირა თუნდაც იმ რეპრესიებს რომ რა უფლებით ლაპარაკობს ეს დედამოწმული ურია ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ან რა უფლებით ლაპარაკობს მიხეილ ჯავახიშვილზე იცნობს საერთოდ მის შემოქმედებას გააზრებული აქ ის იქ რაც წერია თუ უბრალოდ დაავალეს ისე როგორც ნოდარ მელაძემ დაავალა რაღაცა ეთქვა საწინააღმდეგო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ და თქვა მე გულახდილად გეუბნებით რა მე შეიძლება ძალიან ბევრი პირადი ნეგატიური შეხედულებები მქონდეს რა ამათ მიმართ მაგრამ არასოდეს სახელმწიფოს მოწინააღმდეგის გასაგონად მის საიდუმლოს როგორ ვიტყვი თუნდაც სისხლიდან დამღვარო და ესეთი კაცი გამოდის და იმას იძახის რომ კაცი რომელიც მესამე კაცი იყო ხალხო შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ იყო მინისტრი მერე იყო მინისტრის მოადგილე და მერე იყო მაგი და მაგალ არ იცის იქ რა ხდება ამის ჰიპოთეტიკოსი დედას რო შევეცი პირში ამისი ზღაპრებს როყვება აქედან და აი აქედან და იქედან და მე ჯარისკაცი ვიყავი და მე სამხედრო აკადემია დავამთავრე და მე სიმღერით დავყავდი საჭმელზე და შენი ფსევდოპატრიოტი დეურია დედა მოვთხან შენი მე რა მართლა ჩემი ერთადერთი მინუსი იყო რომ ის ავტომატი რო დამიბეს ის არ უნდა დაიბად ჩემთვის და იმხელა ჭკუა უნდა მყოფნო და იმ სამწყობრო მოედანზე დამისრულებია იქ რა მაგრამ ყოველთვის ვიცოდი და ყოველთვის მქონდა იმის განცდა რომ ძალადობა არ უნდა დაუპირისპირო რომელი Facebook პოსტებზია ხალხო ლაპარაკი აგერაბა აი ამ მასალებში დევს ყველაფერი თუ რამე დამიწერია Facebook-ზე ხო აი და მომითხოვია თქვა სახალხო დამცველის მისვლა არ მაძლევენ ამ საშუალებას და მოდით და თუ ვინმეს გესმით ამ ქვეყანაში რაღაცა რეაქცია გააკეთე იგიც კი ამობეჭდილი ქონდა და დამახვედრეს გენერალურ ინსპექციაში ბიჭო თითქოს სამხედრო იყო იმას კი არ ნიშნავს რომ მთელი შენი სამოქალაქო უფლებები ვინმე წაგართვას კაცო არა ეს ამას არ ნიშნავს მაგრამ არა ამათ არა მარტო სული არამედ ტრაკიც უნდა მიწე თუ გინდა რომ თავისუფალი ტიპი იყო და თუ გინდა რომ სახელმწიფოს ფულს იღებდე და ამას უძახიან სამშობლო სამსახურს ეს არის სამშობლო სამსახური აგერ ვიტყვი რაც ეს ნაბოზვარი თანამდებობიდან წავიდა არავინ არ უცემიათ იმ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს კი იმის თქმა რომ პოლიციამ არ უნდა გადააჭარბოს ძალას იმის დაფარვა იმის მცდელობაც კი ის რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაული არ ჩაიდინა ესა ღალატი საკუთარი ერის და საზოგადოების მაგრამ შედედამოწმულო იქ რო იყავი მესამე კაცად რო იჯეკი იქ და ეხლა გინდა რომ წმინდა ბიჭი გამოჩნდე შედედამოწმულო ეგ როგორ გამოდის ძალიან შორს შეტოპე და მიხვდი რომ დედა ქონდა მოწმული და რაღაცა უნდა გაიგეთებია და ნაცებს გაურიგდი ნაცებს კი არ გაურიგდი შენ თავიდან ნაცი იყავ შენი დედა შევეცი ყოველთვის მიხეილ სააკაშვილის სურათი გედო კაბინეტში მაგიდის ქვევით ბიჭო
მაგიდის ქვევით, აგერ არის ყველა სტატია, შენ დედა შევეცი. აგერ არის შენ არიყავი ფულს რო კრიბავდი სამხედრო ბაზაზე მუჭიით. ხან დაზიანებული რაციის შესაკეთებლად და რომელიც სახელმწიფო გონება იყო რა. და ვიღაცას უკვეს როგორ წავიდა ამერიკაში, ვიღაცა ბიზნესმენი დაეხმარა. ბიზნესმენი კი არ დაეხმარა. გაძარცვა საქართველოს შეერაღებული ძალები და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის სიმართლე. აბა მიდი და წადი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზით თუ მაგარი ხარ. ან ვიზის გარეშე წადი თუ მაგარი ხარ. ეს ხო ის ტიპი არისო, რომ რაღაცა მდინარე გადაეცურა და ისე შეპარული ხო იქ არა, ეს პირდაპირ იქ ერთ მომუღალატე მეორე ჩასვა. საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და პროკურატურა დუმს ხმას არიღებს. აგერ არა მაქვს სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც თვითონ არის ფიგურანტი, რატო არ ჩამოიღებს საქართველოს პროკურატურა ამ საქმეს? შეხედეთ ხალხო, რა მასალებია, ამათი დედა შევეცი, ეს არიციან მაგენმა, ეს მარტო მესამედია. რატო არ ჩამოიღებს საქართველოს პროკურატურა იმ ტვრიანი თაროდან და არ მოუტყნავს დედის მუტვეს? რატო იცით? გულახდილები ვიყო, ჭირდებოდა ჩაიშმელაშვილი. შაიშმელაშვილი უნდოდათ. შაიშმელაშვილზე მზე ამოდიოდათ. იცოდნენ, რომ აი იმ დროს, როდესაც ეს ნაბიჯვარი თავის როლს შეასრულებდა და დადგებოდა ესეთი მომენტი, ყველაზე სისხლიანად იმუშავებდა. რაც თანამდებობიდან წავიდა, იმდენი შენი დედა შევეცი, რამდენიმე არ ვინტრიგანო შებოზიშვილი. და ინტრიგნობაში მივიღე აქ მე ამხელა სახელმწიფოს და რესპუბლიკის ფარველობა, მე შენი დედა მოყვა კომენტარს აკეთებს და ამას მე პროსტო სხვანაირ პასუხს ვერ დაუბრუნებ. 50 ადამიანი კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდა და როგორ ურტყამდნენ ხალხს, გასასვლელს არ აძლევდნენ და ტიპი ლაპარაკობს ამას. ესო კრიმინალი არის. და მე თვითონ სად იყო? რომელი ერთი ბრძანება აქვს მიცემული, თქვათ, იმ კოლოფებისთვის, იმ სამხედრო დანაყოფებისთვის, იმ დაჯგუფებებისთვის. თუ ამ ასე მაგარი ტიპი იყო, ერთი ჩანაწერი როგორ არა აქვს, რომ ეუბნება, რომ არ ღვევთ ამ ადამიანს სამსახურის შესახებ, შინაგანი წესის შესახებ და ასე შემდეგ. გამოდის და ლანძღავს იმას, რა ქვია, საკუთარ უწყებას და იმაშვება. და ამდენი ხანი 22 წელი იქ მაგარი ტიპი იყო. კი, პოლიტიკურ დევნას გვიკეთებდა, ბავშვების წამებას მფარველობდა, შეერაღებულ ძალებში სხვა რელიგიის სალოცავ ოთახებს ხსნიდა ხიდაშელის დავალებით და კიდევ სხვადასხვა პროჭობებს აკეთებდა, ფულს კრიბავდა მაგალითად, მევახშეობდა სერიოზულად აპროცენტამდე მაგის ხელშემწეობით ფულს. არავინ არ თქვას, რომ ზღაპარია, აგერ მასალები, აგერ სახელები და გვარები, აგერ სტატიები, ყველაფერი. ყველაფერი აქვს პროკურატურას. პროკურატურამ ყველაფერი იცის. აბა რაშია საქმე? ისმის კითხვა. ვიზია ლაპარაკი, აბა რატო არაფერს არ აკეთებენ? როგორ გააკეთებენ ხალხო? შარლატანი დაუძახეს და всё, მოიშორეს რა. საქმე შეასრულა, ხალხი ცემა. მორჩა, აი იმ ნაბოზურებმა კიდე რა, ვინც იმ ახალგაზრდებს იქ უყიჟინებს რა, გულახდილად გეტყვით. ეს არის სამი ძირითადი პარტია, ეს არის ნაცები, ეს არის დედამოტყნული ხაზარაძე, ნაბოძვარი, საკუთარი ერის ქურდი და ბევრი ქართველის გამომსახლებელი და გამაუბედურებელი ბევრი ქართული ოჯახის და ეს პროჭიაშვილი გახარია ეს ნაბოძვარი, რომელიც ძალიან ცუდ საქმეშია გარეული რა. ამათმა უკვე ფული აიღეს ქართული ოცნების არალეგიტიმური ბიუჯეტიდან, უკვე ფული მიიღეს. ფული აქვს ხალხო ამათ აღებული, თუ შენ ბიჭო ხელისუფლება არ მოგწონს და კრიმინალს უძახი და თუ შენ იმას ამბობ, რომ ეს ხელისუფლება გამყალბებელია, შენ ფულს ხელს რატო კიდებ? გადადექი და თქვი უბრალოდ, რომ всё, ეს არის იმდენად არალეგიტიმური ორგანო, ჩვენ მათთან არ ვიქნებით არანაირ კავშირში. ახლა რა მოხდება, იცით? აი შაიშმელაშვილის თემა დაიკავეს უბრალოდ რა. აი ესე წყალზე რო იკივტივონ ამ ნაბოზრებმა. რა, ვინმეს ეჭვი გეპარებოდათ, რომ სააკაშვილი ზონდერები ყავდა? ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ ქართულ ოცნებას ანალოგიური ზონდერები ყავს? რატო არ გაასამართლა ქართულმა ოცნებამ სააკაშვილის დროს არსებული სისტემა? იმიტომ რომ თვითონ გამოეყენებია.
ეს არის რეალობა. ერთი კაცი მე ამ ყველაფერს რას მოვერეოდი? მე უბრალოდ გულიმწყდება და ვამბობ ამას, მე კიდე ერთხელ ვამბობ და მომისმინო რაკედან ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. არა მარტო საპატრიარქოში, ვიწრო გარემოცვაში, არამედ სრულად ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ჩემო ძმებო, ჩემო მამებად მეკუთვნით ალბათ ბევრი. სულიერო ადამიანებო, როდესაც მე ვიძახოდი, რომ მიდის მტრობა ეკლესიის წინააღმდეგ, ერთმა და ორმა ადამიანმა მაინც როგორ ვერ გაბედეთ. ამ ყველაფერში ჩაძიება. ვიღაცას რო ეს თავზე აეღო, ვიღაცას რო ეს სხვანაირად მიეღო, ვიღაცას რო მისი წილი პასუხისმგებლობა გაეღო, რაც მოხდა გუშინ ეს ხო არ მოხდებოდა. ანუ რა ხდება ჩვენ ადონის სახელმწიფო ხო არ შეიძლება ასე აზროვნება რა, ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვეღურებს რა, ძალიან ბევრი მარტო ხო არა ვართ რა. არც არასდროს არ ყოფილი ვართ ჩვენ მარტო. ნებისმიერ საუკუნეში იყო გარკვეული დონის საგარეო და საშინაო წარმოდგენები რა, რომელიც ქმნიდა შენი ძლიერების და სარწმუნოების შესახებ განცდას და წარმოდგენას, კაცო. ანალოგიური ხდება დღესაც. ამას ხო ყველა უყურებს. როგორი მოსათმენია ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის, ეს დედამოწმული ურია, რომ გამოდის და მიგინებს ეკლესიას და თან როგორ იცით სბიერად რა, როგორც იუდას მეთოდით, აი როგორ ზუსტად როგორც 21 საუკუნის წინ რა ჩაარტყა მახვილი უფალს და ამბორით გასცა უფალი, აი ისეთი ამბორით ეს იუდა ბილწავს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. ჩემთვის არის ეს მიუღებელი. კი, ყავს, ბევრი ყავს. ესეთი მაგალითად ინგა გრიგოლია, აი როგორი ტიპები იყენებენ ახლა ძირითადად ამას. ინგა ნაბოზვარმა ინგა გრიგოლია, რომელიც შემთხვევაში არასოდეს არ იქნება ჟურნალისტი. ჯერ ხო პოლიტიკაში გამოცადა საკუთარი ბინძური ხრელი. ახლა ჟურნალისტია, მერე ბერაიონიშვილისგან ხო საჩუქრებს იღებდა, ახლა მამამისი ოლიგარქია. მერე იმ პოლიციაში მისი ბინძური ნაბოზვარიშვილი ხო ყავდა. ახლა იქიდან ხო გამოწია, ახლა უკვე იქაური უწყების დანგრევა უნდა და ახლა შეიშმელაშვილი კაი ბიჭია, ცოტა ხნის წინ ზონდერი იყო ეს დედამოწმული. აი ესეთი ტიპები იყენებენ ამას და განცხადებებზე აკეთებენ. თავარია შეიქმნეს საფუძველი. ის არ იყოს თქვენო ბერკეტი მომეცითო და დედამიწას გადავაბრუნებო რა. არ პითაგორას ეკუთვნის ეგ სიტყვები. თუ არქიმედეს ვაპატიეთ არა. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იდეა სწორია. აი რაზე მაქვს ლაპარაკი? და ახლა ბარეორი რო გააზიარეთ ამ შეიშმელაშვილის ვიდეოებს, კაი ბიჭობას რო დაუძახებთ. თქვენ იცოდეთ, რომ თქვენ ახალისებთ სამშობლოს ღალატს. მე რაც არ უნდა გაფრაზებული ყოფილიყავით ჩემ სახელმწიფოზე. სახელმწიფოს წარმოადგენს ის ადამიანები, რომლებიც მართვავენ ხო ხელისუფლება. როგორ შეიძლება გაუბრაზდნენ მე ჩემ სამშობლოზე? როგორ შეიძლება მე ახლა გამოვიდე აქედან და ვილაპარაკო, იცით რა? მე რო პროჭულად მომექცნენ, მე ვფლობ საიდუმლო ინფორმაცია ნომერ 2-ს და ამიტომ დეტალურად მოგიყვებით საქართველოს ხელისუფლება როგორ აკეთებს რადიოლოკაციურ დაზვერვას, რა ამოცანები აქვს, რა პრიორიტეტები აქვს, სადაა განსაზღვრული, რამდენი კაცი ყავს მომზადებული, ვისი მომზადებულია ეს პირადი შემადგენლობა, როგორ ასხივებს ლოკატორი და ესეთი რაღაცეების ლაპარაკი. დეტალები, რა თქმა უნდა, მე ვიცი ეგ რა, სად როგორ ანაირად უნდა ვთქვა. საიდუმლოების დაცვა მე არ მეშლება, მაგრამ რაც მაგანი ლაპარაკა, აი გეუბნებით ხალხო. მიმიფურთხებია ქართული ოცნებისთვის და იმ გამოყალევებული კობაია კობალაძე რო ხართ წყლერის ბოჭკა. აი ესეთი ყლეების ხელშია კიდე ჩვენი შეიარაღებული ძალები ჩაჯმული სულ რა. როგორ არ უნდა იყოს ქვეყანაში სამხედრო პროკურატურა და ესეთი ნაბოზურები როგორ არ უნდა დასვან სკამზე და როგორ არ უნდა მოუტყნან დედის სმუტელი. პირდაპირ ვამბობ ამას რა. ეგ რანაირი რაღაცა თქვა, იცით? იცით რანაირი რაღაც ინფორმაცია მიაწოდა ამ ტერს? მით უმეტეს რუსეთის სახელმწიფოს, რომელსაც შეიძლება დიდი ალბათობით ალბათ ქონდათ ეს ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება დეტალურად არ ქონდეს რა ამ ხელა სახელმწიფოსაც ინფორმაცია შენ ქვეყანაში სადაზვერვო კუთხით რა ღონისძიებები ტარდება კაცო. და
და მით უმეტეს იქ აზერბაიჯანია, სომხეთია და კიდე არის სხვადასხვა სახელმწიფოებია. ბოლოს და ბოლოს სირიის კონფლიქტი ჩვენს ქვეყანაში 300 კილომეტრით არის დაშორებული. მეტი კი არა, ისეთი რეგიონალური საფრთხეებია ჩვენს მიმართ და ჩვენი საზოგადოების მიმართ, რომ ასეთ რაღაცებთან თამაში არ შეიძლება კაცო. და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც გადაწყვიტავს თუნდაც რამე დესტრუქციას, არავინ არ იცის დღეს რა არის, ხვალ რა პოლიტიკური გარემო გვექნება, ყიფე ნიადაგში ვცხოვრობ, კავკასია. უკვე იმან იცის, რომ შენ გყავს ისეთი საშუალებები სადაზვერო, რომელიც მის ტერიტორიას ფართო მასშტაბში აკვირდება. ამიტომ ადგება, თან იცის საიდან აკრავს, რომ ამერიკული ტექნიკა არის რა. დაიწყებს შიდა წესით იმაზე მუშაობას, გაარკვიოს რა ჯიშის არის, რა სიხშირეზე მუშაობს ეს ყველაფერი. და როდესაც გაგიგეგმავს ოპერაციას შენ სასწრაფოდ თუ ეს ოდესმე დაჭირდა, აუცილებლად გამოიყენებს იმ ხელის შემშლელ სიხშირეებს, რომელიც შენ ტექნიკას და შენი დაზვერვის აპარატებს შეუქმნის პრობლემებს, ეგრეთ წოდებულ პანეხებს. და ამ საბოტაჟში შეეცდება მისი ოპერაციის განხორციელებას. აბა თქვენ რა გონიათ? არმიებს ფულს ტყილა კი არ უხდიან. არმიები დილიდან საღამომდე ვარჯიშობენ ამაში. ეს ჩვენი არმია არაფერს არ აკეთებს, მაპატიეთ რა. იმ ბიჭებთან ბოდიშს ვიხდი, რომლებიც აიქ საერთოდ გაურკვევლობაში არიან ყველაფრის და მიიყვანეს და თავზე აზიან და ეუბნებიან, რომ მე ამ ომში ვიყავი, იმ ომში ვიყავი, შენ ახალგაზრდა ხარ, არაფერი არ იცი, ამიტომ მე უნდა დამიჯერო. რომლებსაც სახელმწიფოებრივ აღზრდას არ აჩვევენ და სახელმწიფოებრივი აღზრდის გაკვეთილებს არ უკითხავენ. მე ხალხთან მიუხედავად იმისა, რომ საბოდიშო არაფერი არ აქვს, მაინც ბოდიშს ვხდი, იმიტომ რომ ზოგადად სტრუქტურას ვეხები. აი ესეთი რაღაცა არის. ჩვენ ფაქტიურად თვალებში შეგვაფურთხეს ეკრანიდან, მიაფურთხეს საქართველოს შეერაღებულ ძალებს, მიაფურთხეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიაფურთხეს საქართველოს საპატრიარქოს და ტაში დაუკრეს აკარგია ნოდარ მელაძე. მხოლოდ ნოდარ მელაძე ამის პიდარას მურდას რო შეხედავ რა, ეს დედამუთხნული რა, ნაცისტი. ეს ყოფილა თურმე კაი ბიჭი და დანარჩენი იგენი ყველა სადაც იყო 22 წელიწადი იგენი ყველა ყალეები ყოფილა, ყველა ცუდები ყოფილა, მართლობა პროჭი ყოფილა, კრიმინალების დაქვემდებარება ყოფილა, რომ არა აქ იმხელა პატრიოტიზმი, რომ აი როგორც ირაკლი შაიშმელაშვილისა. და მთელი უბედურება რა არის, იცით? მთელი უბედურება არის ის ჩემუკარგება, რომ ეს ყველაფერი არის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან წახალისებული და თურმე რო ყოფილვარ შეხვედრაზე, მან ეს არ იცოდა, რომ ირაკლი შეიშმელაშვილი ასეთი დანაშაულის მატარებელი იყო. გაოცებული ვარ რა, პატარა კაცის ხმა არ იცმის, არ ვარ პატარა კაცი. ჩემი ხმა გაცილებით კარგად ისმის საქართველოში, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის და მისნაირების ხმა. ერთადერთი პრობლემა არის ჩემი, რომ ფიზიკურად იქ არა ვარ. არ შემიძლია მაგის საშუალებას არ მომცემენ. და ვარ იქ, სადაც ავარ. და კი, მადლობელი ვარ მე ამ სახელმწიფოს ამისგან. სრული დაცვა აქვს ჩემ შესახებ პოლიტიკური აღებული და ზუსტად მე ეს ქვეყანა მიტომ მიყვარს და მიტომ ვაფასებ, რომ აი ჩემი სიტყვის თავისუფლებით მე ხავს ვაწვდის სწორ ინფორმაციას. ეს არის სიმართლე. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. თან შეგიძლიათ შეხვიდეთ ჩემ გვერდზე, გადახედოთ ვინ არის, როგორია, რანაირია, ვის რა უკეთებია ცხოვრების მანძილზე და ასე შემდეგ. ეს ნაძილები შემთხვევითად კი არა, როგორ გითხრათ ახლა რა ძალიან მიჭირს რა ამ ყველაფრის გააზრება, მაგრამ ეს მოღალატეობრივი დაჯგუფება რა. ვისთან მეგობრობდა შეიშმელაშვილი, იცით? ისეთ ნაბოზვართან მეგობრობდა, რომელმაც ომის დროს ქართულ ტანკებს ცეცხლი წაუგიდა და დაწვა. ოფიცერია ის ნაბიჯვარ, ყველამ კარგად იცის ყველაფერი. აი იმათზე ამოდიოდა მზე ეს მოღალატეთა დაჯგუფება ერთად იყვნენ შეყრილი და ერთად სვამდნენ და ერთად ჭამდნენ ეს ნაბოზურები. მე მაგრად მიგვირს, რომ მთელი ეს წლები როგორ გავძელი, მიუხედავად იმისა, სამჯერ დამითხოვეს შეერაღებული ძალები და სამჯერვე დამითხოვეს ერთადერთი მოტივით, მეთაურის ღირსების შეურაცხყოფა.
თქვენი დედა შევეცი, თქვენ ღირსება სად გქონდათ? ჯარისკაცების და არმიის გამაუბედურებლებო. თქვენ რომ მართლა ღირსება გქონოდათ ბიჭო, თქვენ სამშობლო სამსახურში იქნებოდით, თქვენ მოღალატეებო. თქვენ ახართ პროჭები, თქვენ ახართ ჯარისკაცების თვითმკვლელობამდე მიმყოლები, არ არის აქეთ მასალები? როგორ არ არის? სახელებით, გვარებით. სახალხო დამცველი დღეს რომ გამოდის ნინო ლომჯარია ყვირის და წივის, აი ამ ბავშვების წამების პირველი დამფარველი, ჯარისკაცების ბედი, სიცოცხლე, იცით რამდენია? იცით რამდენ ათეულ ჯარისკაცე მაქვს მიმოწერა გაკეთებული, რომლებიც საგანწესო მსვლელობის დროს თავის მოკლას ცდილობდნენ და უშედეგოდ? იცით რამხელა კრიმინალი აქვს ჩადენილი ქართული გენოფონდის წინაშე? სავალდებულო ჯარს რო ვიძახ, მე ყოველთვის თანახმავი ვქნები, რომ სავალდებულო ჯარმა იარსებოს, მაგრამ იმ დედებისიც მესმის, ვისაც აი ამ ნაბოზრების ხელში არ უნდათ ჩაიგდოთ თავიანთი შვილები. ჯარისკაცებს არ ასწავლიდნენ იარაღთან მოპყრობას. და უმრავლეს შემთხვევაში ხდება დედოვშინას რო თავი დავანებოთ რა. იარაღი დამწეში უვარდებოდათ და ერთმანეთს კლავდნენ. მე ზოგი აბრალებდა თავი ტყვია გაუვარდა, ასე გამოუვარდა, ისე რამდენი მკვლელობა აქვს იცი დაფარული ამ ნაბოზრებს. აგერ წერია მაგალითად მასალები ამაში არის აგერა რამდენი მასალა გინდა პროკურატურისგან მიწოდებული. ამადამ სახელის ამადამ გვარის ჯარისკაცმა, რომელსაც პერმანენტულად აყენებდნენ შეურაცხყოფას, ასე გიზამ, ისე გიზამ, ეს ჩაგიდე პირში, ასე მოგტყნავ ტრაქში, გადაწყვეტა რომ თავი მოეკლა. ჩემი მეგობარი რო არ ყოფილიყო, აი დღეს ვინც აქ არის პოლიტიკური დევნილი რა, ჩემთან ერთად რა. აი ესე პირიდან გამოუვა ავტომატიზმულად. და მადლობა ღმერთს რომ ალბათ მეც ვიყავი იქ და მაგიტო არ გამწირა ღმერთმა. მე მადლობელი ვარ უფლის. არ დამიტოვებია არც ერთი რგოლი. სადაც მივწვდი ამ სარეველას ყველგან მხარე რა. მაგრამ შედეგი და რეაგირება რა იყო, იცით? მოვითხოვდი ამას. ამაზე რეაგირებას კი დარეკავდნენ თქვენი დედა შევეცი გაანებეთ იმ ჯარისკაცებს, თავით ვარ დედას მოგიტყავთ, ეთყოდნენ სამისწულო, სისხლის სამართალში არ მიდიოდა არაფერი. ბიჭო, მე სურვილი კი არ მქონდა ვინმე ციხეში ჩამესვა. მე სურვილი მქონდა რომ სამაგალითო წესრიგი შექმნილიყო. მე რა უნდა ვილაპარაკო? მე შეიძლება ბევრი რაღაცის სურვილი მქონდა და ბევრი რაღაცა ვერ გავაკეთე, ისე როგორც შემეძლო. მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ მე ის გავაკეთე, რაც უნდა გამიკეთებია და მე ვერ გავაგრძელებდი ისეთ ჯარში სამსახურს, სადაც მეტრაკეობა ჩვეულებრივი მოვლენაა და სადაც ოფიცერი შეიძლება ბავშვს შარვალს ხდიდეს და დენის კამის იმიტაციას უკეთებდეს და წყალში აღჭობდეს თავით და მდოქს აჭმევდეს, მდოქს ბურგში ჩადებულს, რო გული აერიოს. ავიცი მე შეიშმელაშვილის შვილები ადრე თუ გვიან ამ ვიდეოს მოусმენენ რა. დაუსვამენ საკუთარ მამას იმ შეკითხვას თუ რატო ყავთ ამნაირი ძაღლნაკი მამა. და დაწყევლიან საკუთარ ჯიშს და ფესვებს. და შეცდებიან, რომ ახალ ადამიანებად ტრანსფორმირდნენ. მე არ ვიცი იუდაიზმში როგორაა, მაგრამ ქრისტიანული რელიგიის მიხედვით შვილს მამის ცოდვები არ მოეკითხება. ძველი აღთქმის თანახმად კი ხდებოდა რა. ქრისტემ ყველაფერი გაწმიდა. იმ ქრისტეს ურტყამს წიხლს ეს ნაზირალა იუდა. ეგრე არ არის. ამ ვიდეოსაც ამიტომ წერე შემოკარგებო, რომ ვიღაცას თანამედროვე იუდა არ მიგაჩნდეთ გმირად და ქრისტე გადამრჩენელად ჩვენი ქვეყნის. რა შეიძლება მინდა მივმართო, მინდა აქედან გასაგუნად მივმართო ყველა ძალოვანი უწყების თანამშრომელს რა. მინდა გითხრათ ყველას, ვისაც აი ესეთი რებუსით გეუბნება ზურაბიშვილი, რომ და ინგა გრიგოლია და ეს ნოდარ მეტრაკე. აი თქვენ რო წამოხვათ გარეთ, ისი არ იქნება აქეთ ვიღაცა არის, აი თქვენ სიტყვას თუ გამოვიყენებთ ჩვენ, თქვენ პატრონი გეყოლებათ და ამით ის სისტემა დაიშლება. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. რატო?
იმიტომ რომ ვერც ერთი თქვენგანი ისეთ კლასიკურ მოღალატედ ვერ გამოდგება, როგორც ირაკლის შეიშმელაშვილი. ძალიან მარტივად გეტყვით ამათ რა. და მეორე რა. თქვენი ნაირ ადამიანებს, ვინცაა დაბალი რგოლის ადამიანები, რომელსაც აქვს დუალები ბანკებში და მთელი უბედურება, ხო? იმიგენით არასოდეს არ წყდება ქვეყანაში რა იქნება და რა მოხდება და ასე შემდეგ. უთქვენოთაც ყველაფერი გადაწყდება და პოლიტიკაში არ გაერიოთ. მაგრამ გეუბნებით იმას არ ნიშნავს, გეუბნებოდეთ, რომ სისტემის უკანონო მსახურებად იქცეთ და საკუთარ სისხლს და საკუთარ ხორცს სული და გული ამოაძოვთ და ურტყავთ. მიუხედავად იმისა, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით მათ. ამის ჩადენა არის დანაშაული. არსებობს სისხლის სამართალი, რომელიც თქვენ უნდა გქონდეთ შესწავლილი. ესაა თქვენი ვალდებულება და არა სილამაზის ესთეტიური ფაქტორი. შეიძლება იმ მოქალაქეს, რომელიც თქვენ გესურით, თუნდაც ტყვიას, გესმით? თუნდაც ტყვიას. მოლოტოვის კოქტეილის და რეზინის რაღაცა სიროპსავლაბარო. თქვენ უფლება არ გაქვთ მოექცეთ ისე, რომ დაარღვიოთ თქვენი საქციელით სისხლის სამართლის, თუნდაც აუცილებელი მოგერიებით მოკლათ ვიღაცა იქ რა. თქვენ ამის უფლება არ გაქვთ. თქვენ უნდა დარჩეთ ჰუმანური მოწოდების საფუძველზე. თქვენ უნდა დაიცვათ არა თქვენი ინტერესები, არამედ სახელმწიფოს უსაფრთხოება. და თქვენ ფიცი გაქვთ მიცემული, რომ თქვენი სიცოცხლეც დააყენოთ მაღლა, თქვენ სიცოცხლეზე მაღლა დააყენოთ სახელმწიფო უსაფრთხოება. და სახელმწიფოს კონსტიტუცია მოიცავს იმას, რომ თქვენ უნდა ემსახუროთ იმ მოქალაქეს, რომელსაც შეიძლება რაღაცა არ მოწონს. აი ესეთი ფაქტორებია. ამას ქვია, ამას რასაც მე ვლაპარაკობ, სახელმწიფოებრივი აღზრდა. ამას ქვია, ეს არის საბრძოლო მომზადების საგანი. თქვენ ეს უნდა გეკითხებოდეთ. ამაში ნიშანი უნდა გეწერებოდეთ ყველას. და ეს უარ კეთდება, ეს არის უბედურება. ჯარისკაცს, პოლიციელს იარაღს ხელში და თუნდაც იმ რეზინის ხელკეთს მის მერე აძლევენ და მის მერე არის ის სრულქმნილი პერსონა, როდესაც მას შეგნებული აქვს მისი მოვალეობები და სახელმწიფოებრივ აღზრდაში, ანუ საბრძოლო მომზადების საგანში, მას აქვს მაღალი შეფასება. აი ასეთ ადამიანს, აი ასეთ ჯარისკაცს სახელმწიფო უკვე ენდობა. მაგრამ ისეთ ადამიანს, ისეთ ჯარისკაცს, რომელმაც არ იცის რა არის სახელმწიფო, არ იცის მისი ვალდებულებები რა არის. და ხელში უვარდება იარაღი, ის ხდება მკვლელი, ხდება ზონდერი, ხდება მწამებელი. აი ესეთი ჯარისკაცი, ესეთი პოლიციელი არის საშიში. აი ამას გელაპარაკებით მე. ამიტომ აქ მე ამაზე საუბარი, იმიტომ ეს ხელისუფლება ადრე თუ გვიან დამთავრდება. მოვა შემდეგი. და დაიწყება ახალი წმენდა. არანაირი კოალიციური მთავრობები ესენი ისინი, ეს სიაფანტობა არის რა. მაგრამ ხალხი შეძლებს ადრე თუ გვიან დაძლიოს ეს ყველაფერი. და კიდე საქართველოს პატარა სახელმწიფოა. მნიშვნელობა არ აქვს თქვენ განმასხვავებელ ნიშანს გაიკეთეთ, არ გაიკეთეთ, სისულელია ეს. საქართველოში ყველაფერი კარგად იცის. პოლიციაში კი არა, მეზობელს უშვებს ისეთი გაბოზებულია სისტემა. და იქ სადაც თქვენ გახართ საბოზეთის აუზში. თქვენ ეს მართლა პოლიცია კი მგონიათ. უკაცრავად, მაგრამ მორალდაკარგული ტბა არის. თუნდაც რატო იცით, აი თქვენი მაგალითიდან აიღეთ რა მომსახურეები ვინც ახართ. როდესაც თქვენ დაგიდგებათ ის დრო, რომ სახელმწიფო თქვენთან მიმართებაში უნდა ყველაზე მცირე გაიღოს ის რაც გასაღებია, აღმოაჩენთ, რომ თქვენ სახელმწიფოსთვის კი და ტუალეტისთვის გიმსახურებთ. იმიტომ რომ თქვენი არავის არ გაახსენდებით. შეიძლება ომში წაგიყვანონ, მაგრამ ვეტერანის სტატუსი არ მოგცენ. და თქვენ მაშინ შეხედავთ ამ ყველას, რა ვისაც ესმის, ვისაც გავლილია კარგული გამოცდილება აქვს, იმას მშვენივრად ხვდება მე რასაც ველაპარაკები რა. ამიტომ შეინარჩუნეთ ის ოქროს ზოლი, არ გახდეთ პოლიტიზირებულები. დაიღუპებით ხალხო. შეიშმელაშვილის ნაბიჯი არ გაიმეოროთ, ეს არის ღალატის ნაბიჯი, ეს მარტო პოლიტიზირების ნაბიჯი არ არის.
იმის იქეთ აღარაფერი არსებობს. იმის იქეთ არსებობს უსამშობლოობა. მე დარწმუნებული ვარ ერთ რაღაცაში რა. შეიშმელაშვილის ნაირი პოლიციელები საქართველოს პოლიციას არ აყავს. ეს არის უნიკალური ნაბოზვარი. ამ ხელისუფლებას ვეტყვი რა. ვიცი რომ თვალს დახუჭავთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ჩამოსაღები იქნება იმ თაროდან შეიშმელაშვილის საქმე და ქართული ოცნების საქმე და ერთად იქნებით გასასამართლებელი. მარტო ასეთი სიტყვით ეს შარლატანია, ყურადღება არ მივაქციოთ, თემა არ აიწევა ამით, ესე არ არის. შეიშმელაშვილი არის კლასიკური მოღალატე ყორღანაშვილი. ყორღანაშვილს კარაბიდან ხელი ქრის და გადაფრინდა რო არის რა თქვა. ესე უსწორდებოდნენ ძველ საქართველოში ასეთი ნაბოზრებს რა. არ უნდა დავკარგოთ ტრადიციები მოღალატეებთან მიმართებაში, როგორ მოვიქცეთ. არ უნდა დავკარგოთ. საქართველოში მუშაობს მოღალატეთა ჯგუფი. თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორი მიდგომებია სახელმწიფო საიდუმლოებთან. ვინ გაავრცელა შემთხვევით ვეტერანების დოკუმენტები? ვინ გადასცა რუსეთის ფედერაციას? კობა კობალაძე რომ მოსულიყო თანამდებობაზე, კობა კობალაძე რომელიც თინა ხიდაშელის პარტიის უსაფრთხოების სამსახურშიც მუშაობდა რა. როგორი მორალის ტიპია რომ შეკითხო ვაშკაცია და ამ დროს მეტრაგეების სულიერი ლიდერი საქართველოში პარტიის უსაფრთხოებაზე მუშაობდა. იქ გიორგი მოლოდინიჩი რა გასაქმეთა სამინისტროში ვინც იყო, ვინც ჩემზე ეს გაავრცელა რა. აქ რა წერია იცით? სად რა საყვედური მაქვს მიღებული ამგენის დედის ტყვისთვის. ამის დადება ონლაინ სივრცეში ესა სისხლის სამართლის დანაშაული. კობა კობალაძე თანამდებობაზე რომ მოსულიყო და გაეგდო შიხიაშვილი ვეტერანთა სამსახურის უფროსად. გამოატანია ამ ნაბოზვარს გიორგი მოლოდინს ესეთი დოკუმენტები და შეიშმელაშვილს და გაავრცელებია. ანალოგიური მოხდა აქაც. აქ მეტი არაფერი არ მომხდარა. ზუსტად ეგეთი. უშიშროებამ არაფერი არ იცის. ჩემ როგორ ვიდეო, ყველა კი დემოკრატია აქვს, რო შეეკითხო ქვეყანაში და ყველაფერი, მაგრამ რო შეხედო ვიღაცა ჩვეულებრივ რიგითი ადმინისტრაციული სამსახურის მოხელის სექს ჩაწერენ ვიღაც მეზობელთან თუ ახო იმამოსნად ვიღაცა მღვდელის მინეც გააკეთებენ, კიდე მანქანაში ჩაწერენ ეს დიდი პლანი. შენი ყოფილი თანამშრომელი რომ იდის და ხალატის აქტს აკეთებს რა. თავალ მოღალატეობრივ აქტზე შენ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს? და ასეთ ადამიანს როგორ უშვებ ქვეყნიდან? მე რო ესეთი რაღაცა მეთქვა, 9-ჯერ გამიკეთებდნენ დეპორტაციას აკეთებდნენ. და 9-ჯერ შეეცდებოდნენ. შეეცდება რა, ეცადნენ, რაღაც ბევრი ეცადეს შემწინააღმდეგოდ, მაგრამ როგორ შეიძლება ბიჭო ესეთი მოღალატე შენ ქვეყნის გარეთ გააცილო და დღემდე ინარჩუნებდე დუმილს ამხელა უწყება რომ მის განცხადებებზე რა ხდება? ამ პროკურატურა რატო დუმს? იცით რა ხდება? ყველაფერს პოლიტიკურად უყურებენ ბიჭები. აი ირაკლი შეიშმელაშვილის აწეულ თემაზე პადაჩას ხო არ ჩაარტყევს? სისულელე ხალხო. ნებისმიერი თავმოყარე სახელმწიფო გააკეთებდა რეაქციას. ნებისმიერი თავმოყარე სახელმწიფო შარლატანია. ეს ინფორჭორბიურო რო დადგებოდა ქუთაისში იმაზე რა ქვია პადიეზების ქვევით, აი ისი ამბობს ისა პრემიერ-მინისტრი ეს ნაბოზვარი ეს შარლატანი კი არ არის. თქვენი ხელის ბიჭია, თქვენ კრიმინალებო. აი ეს არის. არ ვიცი, მე ერთი რაღაცა ვიცი, რომ გაკეთდა სახელმწიფო ღალატი, ამით შესუსტა საქართველოს უსაფრთხოება, მოწინააღმდეგე ქვეყნებს გადაეცა სახელმწიფო ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული სადაზვერო ინსტრუმენტების შესახებ, გადაეცა ინფორმაცია კონკრეტული სასაზღვრო ზოლზე მოქმედებების მიხედვით და კაცარავას აქებს იმიდან რა ქვია ეს ამის დებილი დედა შევეცი ამის პირფერი უნიჭო ლაკია ორია დედა მოთან უკაცრავად
კაცარავას აკებს. თურმე ჩვენო ინფორმაცია არ ქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დასუსტები ყოფილან შინაგან საქმეთა სამინისტროში თურმე ტიპები. და კაცარავას თურმე Facebook-ს უყურებდნენ და იქიდან ღებულობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. თურმე რა ხდება აბა ქვეყანაზე საზღვარზე რუსი ხო არ შემოვიდა. ამ გენის დედა შევეცი. პადაჩა უკეთა რა დაამხოთ სახელმწიფო და ეს ნაბოზრები აი ამ ეგრეთ წოდებული ინტერვიუით ცდილობენ ეგზალტირებას მასის და მე დაგიფასებთ რა ჩამოგიყვანთ მაღალთამლოების პირი იქნები შენ გმირი ხარ всё რაც შეიშმელაშვილი წავიდა არავინ არ გალახულა საქართველოში გააკეთა ღალატის ფაქტი წავიდა დიდი ალბათობით უცხო ქვეყნის სპეცსამსახური გადაუხდის ახლა კიდე ფულსადაც არის ან დაპირდება გაყვანას ან რაღაც ეს ხდება ეს ყველაფერი რა მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ყველას აინტერესებს საქართველოს რა პოტენციალი აქვს სამხედრო და საიდან აქვს ეს ყველაფერი ამერიკელებმა თუ მოგცეს ეს ტექნიკა ხო რატო უნდა გამოხვიდე და მოუყვე რუსს რატო უნდა გამოხვიდე და მოუყვე თურქს რატო უნდა გამოხვიდე და მოუყვე აზერბაიჯანელს ან სომეხს დიდი პატივისცემით ყველას მიმართ მაგრამ მაინც თვითონ გიყვებიან რა აქვთ როგორ გაკვირდებიან თქვენ ახლა მართლა გონიათ რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო საქართველოს საჰაერო სივრცეებს არ აკვირდება თქვენ მართლა გონიათ ეს მე კაცი რომელიც დამსახურები ვარ ამ კუთხით გეუბნებით რომ გაკვირდება კიდევაც რადიო გადაჭერებსაც ახორციელებს გვისმენს კიდევაც აი ეს არის შენ ხო არ გეუბნებიან ამის შესახებ შენ რატო გეუბნები ამას პირდაპირ ეთერში პროკურორი რატო არ აძლევს ამას სისხლის სამართლის ფორმულირებას ეს ხო ღალატია ამის ლაპარაკი მე არ გავჩერდები მე ამას ძალიან ბევრჯერ ვილაპარაკებ მანამდე ვილაპარაკებ ამას სანამ თქვენი პასუხისმგებლობა არ დადგება დრო იხელთ აგამიგე დრო იხელთ არც არაფერი არ იქნება ბიძინა ივანიშვილი შაიშმელაშვილის ნაბოზრებს 500 ჩაისვამს მუცელში და ინგა გრიგოლიებსაც და იმ ნოდარ მეტრაკეებსაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ბიძინა ივანიშვილს ელის თავისი მოსაწევი კიდე ერთხელ ვიტყვი მაგაზე გაცილებით მდიდარ ადამიანებს მოეტყნათ და კიდე გადაბი ტრაქში მოთხნეს ისე მოკლეს ბოლოში ცნობისთვის რა როგორ დაამთავრა კადაბმა სიცოცხლე და რაც ჩემფეხები ფული აქვს ივანიშვილის კადაბთან შედარებით ასე ამთავრებენ დიქტატორები ბოლოს ტრაქში მოთხნეს და ისე მოკლეს და ანალოგიური განაჩენის გამოტანა მიდის მაქამდე მაგრამ უნდა იცოდე რა ვინ ვისზე ძლიერია ამ ყველაფერში და ეს რა თქმა უნდა ივანიშვილი რომ ნაბოზვარია ქართულ ოცნებას ან ნაციონალურ მოძრაობის ქვეშევრონებს იქ არაფრავებს აი ამის თქმა მინდა მე და ჩვენ ძალიან მძიმე ბედი გველის ჩვენ ქართველებს არა გვაქვს გათვითცნობიერებული საერთოდ რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება მე უნდა დავამთავრო ჩემი ლაივი შემოკარგებო ძალიან მინდა რომ გთხოვოთ ყველას ვინც უყურებთ ამ ვიდეოლებს გაიზიაროთ და გამოიწეროთ განსაკუთრებით ეს არხები სურვილი მაქვს ამისი რომ ეს გააკეთოთ იმიტომ რომ მე პარალელურ რეჟიმში შევეცდები თქვენს ინფორმირებას სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ვიდეოებით დეტალურად შევეცდები ამ ყველაფრის იმიტომ რომ ეს არის რა სხვა გზა მე უბრალოდ არ მაქვს რა მე ერთ-ერთ გამოსავალს უყურებ ტოტალურ სოციალურ რევოლუციაში ნაცების კოცების ხაზარაძეების მიღმა და უყურებ საზოგადოების გამარჯვებას კიდე რა თვითონ საზოგადოება უნდა დადგეს ფეხზე და აჯობოს ყველას და ყველაფერს ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი თავისი ნაციონალური ინტერესებით და არა ისე რა იქ დებილი წავა ერთი მოვალატე და უციგნური მოვა მეორე კითხვა არ იცოდა დღეს საზღვრები ხდება რა საქართველოში შეხედოც კი არ მინდა წესიერად იმედის უფლებას ვითხოვებ ჩემნაირი კაცები ყოველთვის ცხოვრობენ იმედით ღმერთმა ნუ მაცხოვროს ფუჭი ოცნებით ან კოცების ყალბი იმედით მე ვცხოვრობ ჩვეულებრივ რიგითი ქართველი კაცის იმედით და ნებისმიერ თქვენგანს უსურებ არ დაკარგოს ეს იმედი
აი ამის თქმა მინდოდა მე რა. გისურვებთ წარმატებებს, გისურვებთ გაძლებას და მრავალ ახალ წლებზე მშვიდობა გქონოდეთ. პირველ რიგში არა ისეთი მშვიდობა ყალბი, როგორცაც ქართული ოცნება გეძახით. სულიერი მშვიდობა და სახელმწიფოებრივი მშვიდობა ყოფილიყოს თქვენი თამლებით შემოკარგებულ რა. რაც უფრო ნაკლები მოღალატე გვეყოლება ერთში, ვიქნებით მით უფრო ძლიერები.